გამარჯობა. ძალიან კი დაგვიგვიანდა შეხვედრა, მაგრამ საპატიო მიზეზები მქონდა. გახლდით ერთ-ერთ ძალიან საინტერესო რეგიონში ჩვენი პლანეტის და საკმაოდ საინტერესო მასალები ავიღეთ. ვინც ნახა ჩემი ანონსი, ალბათ მიხვდება რაზეც არის საუბარი. მე ამ თემაზე ვმუშაობ, ეს არ არის პატარა თემა, ამიტომ რა 1-2-3 დღე კიდევ დამჭირდება, რომ სრულყოფილი ინფორმაცია მოგაწოდოთ მის შესახებ. დღევანდელ თემად მე ავარჩიე ორი ცხელი წერტილი. ერთი პირდაპირ მნიშვნელობით ცხელი, ხოლო მეორე გადატანითი. ეს გახლავთ სპარსეთის ყურეში მიმდინარე პროცესები და თუ რა გავლენა შეიძლება მათ მოახდინონ ჩვენს გარემოზე. მე აღარ ვსაუბრობ უკვე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მეორე ეს გახლავთ 15 წლის თავი ფუკუსიმას ტრაგედიიდან. ორივე თემა ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ თქვათ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი პლანეტისთვის და ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება ბოლომდე უყუროთ ამ ვიდეოს, მით უმეტეს რომ იგი ჩემის აზრით საკმაოდ საინტერესო იქნება. ჰორმუზის ან ორმუზის სრუტე გახლავთ საკმაოდ ვიწრო ადგილი სპარსეთის ყურეში. მისი მაქსიმალური სიგანე არის 50 კილომეტრი, ხოლო მინიმალური სადღაც 30 კილომეტრამდე. და დღეს ეს ხმელეთისა და წყლის უმცირესი მონაკვეთი ფაქტიურად განსაზღვრავს მთელი პლანეტის ცხოვრებას, მის ეკონომიკას, მის ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა ადამიანების სიცოცხლეს, რაც მთავარია. ძალიან საინტერესო ადგილია ეს გარდა პოლიტიკურისა გეოლოგიურად და სწორედ ამაზე მინდა მე ცოტა ხნით ყურადღება გავამახვილო, იმიტომ რომ სწორედ გეოლოგიამ გამოიწვია ის, რომ დღეს ეს ადგილი არის პლანეტისთვის უმნიშვნელოვანესი. არაბეთის პლატფორმა და მოგეხსენებათ დედამიწა არის როგორც შოკოლადის ფილა რომ დაგიტეხიათ და შემდეგ ერთმანეთთან შეგიერთებიათ, ხო? აი დაახლოებით ანალოგიურად არის ჩვენი პლანეტა სხვადასხვა ფილებისგან შემდგარი. ეს ფილები არის ზოგიერთი გიგანტური ზომის, როგორიც არის მაგალითად ევრაზიის ფილა, ჩრდილოეთ ამერიკული, წყნარი ოკეანის, რომელზეც ჩვენ გვექნება საუბარი ვიდეოს მეორე ნახევარში. და არის შედარებით მცირე ზომის ფილები და ასეთ ფილას მიეკუთვნება არაბეთის, რომელიც ნახევარკუნძულის სახით არის დღეს წარმოდგენილი. იგი ოდესღაც აფრიკის ფილის ნაწილი იყო, მაგრამ დაახლოებით 48-45 მილიონი წლის წინ იგი მოწყდა აფრიკას, შემდეგ უკვე სადღაც 35 მილიონი წლის წინ გაჩნდა სამხრეთით წითელი ზღვა, აღმოსავლეთით გაჩნდა სპარსეთის ყურე, დენის ყურე და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ინდოეთის ოკეანის ნაწილი. აი აქ ხდება სწორედ ფილების დაცილება ერთმანეთთან წითელი ზღვის ფსკერზე და სწორედ აქ არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ადგილები. მაგრამ მთავარი აქცენტი დღეს რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილზე. არაბეთის ეს ნახევარკუნძული წარმოადგენს ქვიან უდაბნოს. ეს არის ალბათ დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დისკომფორტული ადგილი ადამიანისათვის, იმიტომ რომ აქ მუდმივად მაღალი ტემპერატურებია, აქ ფაქტიურად არ იზრდება მცენარეულობა და მხოლოდ რამდენიმე ადგილი არის, სადაც შედარებით მაღალი მთებია. ერთ-ერთი ასეთი მაღალი მთა გახლავთ ენ-ნაბი შუაიბი, რომლის სიმაღლეც არის 3660 მეტრი ზღვის დონიდან. ყველაზე დიდი ნახევარკუნძულია ჩვენს პლანეტაზე და მისი ფართობი 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტია. აღმოსავლეთით მას სპარსეთის და ომანის ყურის წყლები ერთვის, გარს სამხრეთით არაბეთის ზღვა და ადენის ყურე, დასავლეთით კი წითელი ზღვა. საოცარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა, იმიტომ რომ აქ ტემპერატურული რეჟიმი ისეთია, რომ ცხოველებმა იპოვეს იდეალური ადგილი, რათა გამრავლებულიყვნენ, რომელიც ძალიან განსხვავებულია სხვა რეგიონებისგან. აქ არის მარჯნის რიფები, აქ არის საოცარი სილამაზის თევზები, აქტინიები, მედუზები, რა ვიცი, სიცოცხლე დუღს წითელ ზღვაში. ნახევარკუნძულის ქვეყნები არის ალბათ ყველასთვის ცნობილი ქვეყნები, ეს არის ბაჰრეინი, იემენი, ყატარი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები,
საუდის არაბეთი, რომელსაც ამ ნახევარკუნძულის 80% უკავია, ერაყისა და იორდანიის სამხრეთ ნაწილები, ასევე აქვე არის ლიბანი, ისრაელი, იორდანია, სირიის ნაწილი და მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებლად ძალიან რთული რეგიონია, გეოგრაფიულად და კლიმატის თვალსაზრისით, მიუხედავად ამისა, იგი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული. და სწორედ აქ არაბეთის ნახევარკუნძულზე საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ღარიბი ბედუინებით დასახლებულ ამ შიშველ უდაბნოში აღმოჩნდა შავი ფერის ზეთოვანი მყრალი სუნის მქონე სითხე, რომელიც ქვეყნების გამდიდრების და პარალელურად უამრავი უბედურების წყაროდ იქცა. 1932 წელს ბრიტანულმა ნავთობკომპანიამ, რომელიც დღეს შევრონის სახელით არის ცნობილი, ბაჰრეინის ტერიტორიაზე ჯებელ დუხანთან დაიწყო საძიებო სამუშაოები ნავთობის მოსაპოვებლად. აქაური ქანების წყობა გეოლოგებს ეუბნებოდა, რომ აქ ნავთობი უნდა ყოფილიყო წესით. 32 წელს დაიწყეს ბურღვა, 34 წლის ბოლოს ბრიტანელებმა ძალიან დიდი მარაგი იპოვეს აქ ნავთობის. კონტინენტურ ნაწილს რაც შეეხება, აქ იყო ასეთი ერთ-ერთი მსოფლიოში ალბათ ყველაზე ღარიბი ქვეყანა საუდის არაბეთი. და მისი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა მექაში მომლოცველთა მომსახურება. მოგეხსენებათ, ყოველწლიურად მილიონობით მუსლიმი ჩადის მექაში ჰაჯის ჩასატარებლად. აქ დაიწყეს ბურღვები 1933 წელს, 3-4 წელი გავიდა ისე, რომ არანაირი კვალი ნავთობის აქ არ ჩანდა და ისიც იყო უკვე უნდა დაემთავრებინათ საძიებო სამუშაოები, რომ 1938 წლის 3 მარტს, ესეთი აღსანიშნავი თარიღია, არაბეთის ქვეყნებისთვის გარდამტეხი რამ მოხდა 1440 მეტრის სიღრმიდან ნავთობმა ამოხეთქა. როგორც შემდეგ დაიანგარიშეს და ამ ჭაბურღილს საიდანაც ნავთობი ამოვიდა, ყველა ჭაბურღილს სახელი ერქვა, 6 ჭაბურღილი იყო სულ და მე-6-ემ ბოლო ჭაბურღილმა გაამართლა, მას კეთილინების ჭაბურღილი ერქვა თავიდანვე. თითქოს ვიღაცას რაღაცა ნოსტრადამუსი გაეღვიძა თავში და ამოხეთქა ძალიან კარგი მაღალი ხარისხის მსუბუქმა, ეგრეთ წოდებულმა, ამაზე ჩვენ გვექნება საუბარი, მსუბუქმა ნავთობმა. მაშინ მისი მარაგი განისაზღვრა მილიარდობით ბარელით. ამას რა თქმა უნდა მოყვა შემდგომი საძიებო სამუშაოები და ახალი საბადოების აღმოჩენა, არა მხოლოდ უკვე საუდის არაბეთში, არამედ უკვე ყატარში და სხვა ქვეყნებში. ჩამოყალიბდა აშშ-თან სტრატეგიული კავშირი, ამერიკა უზრუნველყოფდა საწვავის და ნავთობმოპოვებელი ქვეყნების უსაფრთხოებას, ხოლო თვითონ ქვეყნები ნავთობის წარმოებას და მის შეუჩერებლად მიწოდებას მთელი პლანეტისთვის. შეიქმნა ოპეკი, ნავთობმოპოვებელ ქვეყნების გაერთიანება, რომლებმაც უკვე დაიწყეს თავისით ფასების რეგულირება, საკმაოდ ძლიერ პოლიტიკურ იარაღად იქცა მათ ხელში. ნავთობის აღმოჩენამ და სწორად დაბანდებულმა ფულმა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ სწორად არის დაბანდებული, ეს ნახევარკუნძული და ამ ნახევარკუნძულის ბევრი ქვეყანა სამოთხედ აქცია. მაგრამ ამ სამოთხეს მეორე ჯოჯოხეთური ხარეც აქვს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, სადაც დიდი ფული იჭრება, იქ ხშირია ხოლმე კონფლიქტები ასევე დიდი იმ ფულის შესაბამისი, რაც აქ არის. ნავთობი არ გახლავთ მხოლოდ საწვავი, თუმცა რა თქმა უნდა ძირითადად საწვავია. ნავთობი არის საპოხი მასალები, რომლის გარეშეც ვერც ერთი მექანიზმი ვერ იმუშავებს. ეს არის ასფალტი, მაზუთი, გუდრონი და რაც თავარია პლასტმასები. პლასტმასები, რომლებიც დღეს ჩვენი ცხოვრების მთავარი ქიმიური ნივთიერებაა და რომლისგან უკვე ყველაფერი მზადდება, აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც არ დახედავთ, რა ვიცი, ჩემი სათვალის მაგალითად თვითონ მინაც კი, მინა არ არის, იგი პლასტიკია, უკვე აღარაფერი ვთქვათ ჩარჩოზე და რა თქმა უნდა საწვავი, რომლის საშუალებითაც ადამიანი ახდენს ლოგისტიკას, თვითმფრინავების, გემების, მანქანების, მატარებლების, ავიცი თუ კი რამე მოძრაობს, ყველაფერი ალბათ სამწუხაროდ ჯერჯერობით ყველაფერი ძირითადი მასა ყოველ შემთხვევაში ნავთობზე არის და
ბენზინზე ან დიზელზე არის დამოკიდებული. ამიტომ ნავთობის ფასების ცვლილება იწვევს იმ პროდუქციის ფასებზე ცვლილებას, რომლებსაც ჩვენ გამოვიყენებთ ყოველდღიურად, იქნება ეს პური, კვერცხი, რომელიც ჩვენთან გაიაფთა ორი თეთრი თუ ერთი თეთრი დროებით ყოველ შემთხვევაში და კიდევ თითქმის ყველაფერზე, რაც გადასატანია. ნავთობი იწყებს და ამთავრებს ომებს, აშენებს და ანგრევს ქვეყნებს, დიქტატორების როგორც აღზევებას, ასევე მათ ძალიან მძიმე დაცემას იწყებს ხოლმე. იგი გვაძლევს საშუალებას, რომ დავტყვეთ ლამაზი ცხოვრებით, ვიმოგზაუროთ, მაგრამ ამავე დროს წამლავს იმ გარემოს, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. იგი არის ყველგან და გვინდა რომ არ იყოს ყველგან. ესეც ასეთი პარადოქსული ნივთიერებაა დაგროვილი მიწის ქვეშ მილიონობით წლის წინ, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ და აგერ უკვე თითქმის 150 წელია მასზე ვართ დამოკიდებულები. ტრადიციულად მე მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში გამოიწერა ჩემი არხი და მე კვლავ ვიმეორებ, რომ ახალმა გამომწერებმა აუცილებლად ჩახედეთ ქვემოთაც, მხოლოდ ახალი ვიდეოებით ნუ დაკმაყოფილდებით, ყველა ვიდეო საინტერესოა ჩემის აზრით. ასეთი ვიდეოები საკმაოდ მრავლად არის ჩემს არხზე, ასე რომ სანახავი ბევრი გაქვთ. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მატერიალურად, ფინანსურად ეხმარებით ჩემს არხს, რაც მე საშუალებას მაძლევს ვიმოგზაურო საინტერესო ადგილებში და თქვენც მოგამარაგოთ საინტერესო ვიდეოებით. რატომ დავიწყე დღეს ამ თემაზე საუბარი? ეს ადგილები დღეს პირდაპირ მნიშვნელობით ცეცხლისწყალშია გახვეული და აქედან გამომდინარე ძალიან მაღალია ეკოლოგიური კატასტროფის რისკი. წარმოიდგინეთ ნებისმიერი სანავთობე ტანკერი, რომელიც 100,000-ობით ბარელ ლიტრ ნავთობს გადაზიდავს. ამ ტანკერის დაზიანების შემთხვევაში ნავთობი ხვდება წყალში. სპარსეთის ყურე თვითონ სადაც ეს დრამატული ვითარებაა დღეს და რამდენიმე ტანკერი უკვე სერიოზულად დაზიანდა, რამდენიმე ადამიანიც დაიღუპა, არის ეკოლოგიური უბედურების ზონა. აი დააკვირდით ამ რუკაზე მარჯვენა დაბალ კუთხეში მე ვამოძრავებ ისარს, მაუსის ისარს წყლის ზედაპირზე და თქვენ ხედავთ ამ წყლის სიღრმეს მარჯვენა დაბალ კუთხეში. ყურეში წყლის სიღრმე საშუალოდ 40-დან 60 მეტრამდე. ეს ძალიან ცოტაა. ეს არ არის ოკეანე, ეს არ არის ის სიღრმეები, რაც ოკეანეშია. და პირდაპირ რომ ვთქვათ, აქედან გამომდინარე, მისი დაბინძურება, მისი მოკლა ძალიან სწრაფად და ეფექტურად შეიძლება. ნავთობი გახლავთ რთული ნახშირწყლების ნაზავი, რომელშიც არის როგორც ადვილად აქროლადი ნივთიერებები, რომლებიც ატმოსფეროს წამლავენ და არის მძიმე სქელი ზეთისებრი ნივთიერებები, რომლებიც წყალში იძირებიან და უკვე ფსკერს კლავენ. ანუ ფსკერზე სპობენ ყველანაირ ცოცხალ არსებას. ალბათ გინახავთ თქვენ ბენზინით დაბინძურებული წყალი, ეს არის ესეთი ფერადი აპკი არის გადაკრული წყალზე და იგი ჟანგბადს არ აძლევს საშუალებას წყალში გაიხსნას. ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი სუნთქავს, ჩაისუნთქავს ჟანგბადს, მას ჭირდება ჟანგბადი და წყლის ცხოველები წყალში გახსნილი ჟანგბადით არსებობენ, სუნთქავენ. და თუ ნავთობმა ეს ფენა წარმოქმნა და იგი ძალიან სწრაფად იშლება წყლის ზედაპირზე, აი ნახეთ ნებისმიერი ზეთის წვეთი რო ჩააწვეთოთ თქვენ დიდ ტაშში, იგი ძალიან თხელი ფენით გადაეკრობა წყალს. ანალოგიური რამ ხდება ნავთობის დროსაც, ბენზინის დროსაც, აი ნებისმიერი ასეთი ნივთიერება ქმნის აფსკს, რომელიც ზღუდავს ჟანგბადის შესვლას წყალში. და უკვე არა მხოლოდ ფსკერის ცხოველები და მათ შორის თევზები, აქტინიები, მოლუსკები იღუპებიან, არამედ აი იმ შუა ნაწილში თავისუფლად მოცურავე ცოცხალი ორგანიზმები, რომლებსაც ჟანგბადი გადაეკეტათ. რა ხდება, როცა ტანკერი იწვის? იქნებ კარგიცაა, რომ ნავთობი დაიწვას, იმიტომ რომ ფაქტიურად იგი კვამლად იქცევა და ჰაერში გაიფანტება. თუ ტანკერს ბუნებრივი აირი გადააქვს და მას ცეცხლი ეკიდება, რა თქმა უნდა, კარგიას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ამ დროს ფეთქდება ტანკერი და ხალხი დაიღუპება, მაგრამ ეკოლოგიური თვალსაზრისით ეს უკეთესი ვარიანტია, იმიტომ რომ ბუნებრივი აირის წვის შედეგად CO2-სა და წყლის გამოყოფა ხდება, რაც ბუნებრივად ისედაც არის ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში. მაგრამ
როდესაც ნავთობი იწვის, აქ სულ სხვა ამბავთან გვაქვს საქმე. ეს არის ურთულესი ნივთიერებების წვის შედეგად გამოყოფილი ჭვარტლი და კვამლი, რომელიც ყველას და ყველაფერს წამლავს ირგვლივ. ნავთობი დიდი რაოდენობით შეიცავს გოგირდს. ეს გოგირდიც ატმოსფეროში იფანტება და წყალთან ატმოსფეროში მყოფ წყალთან შეერთებისას წარმოქმნის გოგირდმჟავას, რომელიც უკვე წვიმის სახით მოდის დედამიწაზე და უკვე ის ამთავრებს, შეიძლება ითქვას, იმ სასიკვდილო ცეკვას, რომელიც კვამლმა გამოიწვია. აქ ცოტას გადავუხვევ და გეტყვით, რომ ნავთობის რამდენიმე სახეობა არსებობს. აი, მაგალითად, ვენესუელა ცნობილი არის თავისი გიგანტური მარაგებით ნავთობის, ალბათ მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგები მას აქვს, მაგრამ ვენესუელას უკაცრავად ნავთობი არ არის კარგი ხარისხის. ეს არის ეგრეთ წოდებული მძიმე ნავთობი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ზენაჯერ ნახშირწყლებს და იგი უფრო როგორც საფოხი მასალების საწარმოებლად გამოიყენება გუდრონის, ასფალტის და ასე შემდეგ. თუმცა რა თქმა უნდა, მისი სპეციალური დამუშავების შედეგად ბენზინის და დიზელის მიღება შეიძლება, მაგრამ ეს საკმაოდ რთული პროცესია. ვენესუელას ნავთობს ერთი რამ ახასიათებს კიდევ ძალიან საინტერესო, მაშინ დიდი რაოდენობით არის ვანადიუმი და ნიკელი. ეხლა ნიკელი მაინც იშვიათი მეტალი არ არის, მაგრამ ვანადიუმი საკმაოდ იშვიათი მეტალია, ძალიან გამოსადეგი, იგი ძალიან მყარია, მას ძალიან მაღალი ლღობის ტემპერატურა აქვს და ამ ნავთობის გადამუშავების შედეგად ქარხანაში იღებენ ამ ორ მეტალს, რაც დამატებითი ბონუსი არის, რომელიც ვენესუელის მძიმე ნავთობს მოყვება. რაც შეეხება არაბეთის ნახევარკუნძულის ნავთობს, იგი არის ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნავთობი, იგი შეიცავს დიდი რაოდენობით აკროლად ნივთიერებებს, რომლებიც კარგად იწვის. ამიტომ მისგან საწვავის, აი დიზელის, სხვადასხვა ოქტანობის ბენზინის მიღება ადვილია და ამიტომ იგი ძვირად ფასობს საწვავის ბაზარზე. დღეს როცა ორმუზის სრუტეს ირანი აკონტროლებს და ფაქტიურად ყველა გემს უქმნის საფრთხეს, ნავთობის ფასი ცხადია ცაში მიფრინავს. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კრიზისი ჯერ არავინ იცის, ამერიკა-ისრაელის ოპერაცია ირანის წინააღმდეგ მთლად გასეირნება არ აღმოჩნდა, როგორც ხედავთ, თეირანი სამ დღეში არ გამოუვიდა, ისევე როგორც პუტინს არ გამოუვიდა კიევის სამ დღეში და ირანელებს საკმაო რაოდენობის რაკეტები და ჭურვები აღმოაჩნდათ, რომ დიდი დისკომფორტი მიეყენებინათ ნავთობმომპოვებელი ქვეყნებისთვის და ნავთობის მომხმარებლებისთვისაც. სიტუაცია საკმაოდ სწრაფად იცვლება, დღეს მე ამას ვწერ დილის 11 საათია. საღამოსკენ შეიძლება სიტუაცია კარდინალურად შეიცვალოს, მაგრამ ერთი კი არის, რომ პრაქტიკულად შეწყდა სპარსეთის ყურიდან ნავთობის გამოტანა. და ნავთობის ფასმა $100 მიაღწია და ზოგჯერ ცოტა უფრო მაღალზეც ესეთ ფსიქოლოგიური ზღვარი არის, რომლის ზემოთაც ნავთობის ფასი არ უნდა წავიდეს. საუდის არაბეთმა სხვათაშორის უკვე აღმოქმედა თავისი აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი, ასე ქვია მილსადენი, საკმაოდ დიდი ზომის მილსადენია და მისივე პორტში მიედინება, ამ პორტს ქვია იანბუ და აი თუ დახედავთ ამ რუკას, ეს დაახლოებით ისეთივე რუკა, როგორც ფლაირადარის 24-ის რუკა. აქ რეალურ დროში არის მოცემული გემების გადაადგილება. აი ხედავთ თქვენ ორმუზის სრუტე ფაქტიურად ცარიელია, იქ მხოლოდ ირანული გემებია ირანის სანაპიროსთან, ხოლო წითელი ზღვა უჩვეულოდ გადატვირთული არის ნავთობმზიდი ტანკერებით. ეხლა არ ვიცი იმედი და მისთანა ესეთი უკვე სანქცირებული ტელევიზიები რა სიტყვიან, როგორ ვიყინებით გერმანიაში, როგორ აიწია ფასებმა კვერცხზე და პურზე და დუსტზე. უბრალოდ გეტყვით, რომ გერმანიაში ყველაფერი წესრიგშია, გათბობაც გვაქვს, ცხელი წყალიც და არც საკვებზე გაზრდილად, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ფასები. ერთ-ერთი გაძვირდა სიგარეტიო, ამბობენ, მაგრამ მე ეს ნაკლებად მაღელვებს. ნორმალურ ქვეყნებში არსებობს სტრატეგიული მარაგები, რომლებიც იხსნება ხოლმე აი ესეთ კრიზისულ მდგომარეობებში და ამიტომ ასეთი ქვეყნები როგორც წესი ვერ გრძნობენ მსგავს დარტყმებს. პარალელურად გერმანია წავიდა მისთვის უჩვეულო ქმედებაზე. მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი არ დაუშვებენ ნავთობის ფასის გაზრდას. ეს უჩვეულო არის, იმიტომ რომ სახელმწიფო არასდროს არ ერევა ხოლმე ფასთა წარმოქმნაში, მაგრამ ამჯერად
კრიზისი მართლაც ძიმეა და ამიტომ სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელი გახდა. ახლა რაც შეეხება ამერიკის და ისრაელის დარტყმებს ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტებზე. რამდენად შეგვეხება რეგიონის მაცხოვრებლებს ამ ობიექტების განადგურებით გამოწვეული შედეგები. ცნობილია, რომ ირანი ასეთ ობიექტებს მთიან რეგიონებში განალაგებს ხოლმე. ეხლა ისეთ მთიანი რეგიონია ირანი, სხვაშორის საკმაოდ სეისმურად ძალიან აქტიური და მის ამ აქტიურობაში და ამ თათაწარმოებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის გეოლოგიურად არაბეთის ფილას. თუ მთები ბაზალტისგანაა, თუ ისინი მყარი ქანებისგან არის აგებული და მის სიღრმეში ავაშენებთ ჩვენ საწარმოებს, რომელიც გვინდა რომ დაცული იყოს, ის დაცული იქნება. მაგრამ ერთ-ერთი ასეთი საწარმო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამჯერად შეიძლება ითქვას იყო ირანისთვის, ეს გახლავთ თეირანთან ახლოს მდებარე თეირან 3, სადაც იწარმოებოდა ძალიან საინტერესო რამ. ასეულცეთ სიღრმისეული ბომბები, საჰაერო ბომბები, რომლებიც ძალიან მაღალი სიმაღლიდან ეცემა ობიექტს, გასანადგურებელ ობიექტს. ეს ყუმბარები იმდენად მძიმეა, რომ ანგრევენ ყველას და ყველაფერს, რაც მათ წინ ხვდებათ და ჩადიან სიღრმეში და უკვე იქ ფეთქდებიან. და სწორედ როგორც ამბობენ, 4-5 ასეთი ბომბით განადგურდა ეს ობიექტი. რა ხდებოდა, რა კეთდებოდა ამ ობიექტზე, ამ თეირან 3-ზე. ეს გახლდათ ერთგვარი სახელოსნო, სადაც ატომური ბომბის დასამზადებელი ტექნოლოგიები და ხელსაწყოები მუშავდებოდა. თქვენ შეიძლება გქონდეთ ურანი, ან კიდევ უკეთესი პლუტონიუმი, გამდიდრებული, რომელიც გამოიყენება ბირთვულ ქობინში, მაგრამ მისი აფეთქება ვერ შეძლოთ. ამას ეგრე არ არის, რომ შეაერთი ორი კრიტიკული მასა და იქ რეაქცია წავიდა ჯაჭვური და აფეთქება მოხდა. იმ მთელი პროცესებია დასახვეწი და სწორედ ასეთი პროცესების დახვეწა მიმდინარეობდა ამ ლაბორატორიებში. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს ისრაელის დაზვერვა, რომელმაც მოახერხა და ჩანერგა ამ ლაბორატორიებში საკუთარი აგენტები. აქ მუშავდებოდა ძალიან საინტერესო ტექნოლოგია. ეს გახლავთ მცირე რაოდენობის რადიოაქტიული ნივთიერებისგან, ურანისგან და პლუტონიუმისგან მიღება ატომური ბომბის. ძალიან მარტივად რომ გითხრათ და ძალიან სიღრმეებში არ წავიდეთ და თავი არ მოგაბეზროთ, ჩვენ ვიღებთ თქვათ გამდიდრებული პლუტონიუმის ნაჭერს, ვაკრავთ მას ზემოდან ასაფეთქებელ ნივთიერებას, მაგრამ აფეთქების დროს ეს ენერგია, აფეთქების ენერგია გარეთ კი არ უნდა გამოიტყორცნოს, არამედ შიგნით უნდა წავიდეს. ანუ უნდა მოხდეს ეგრეთ წოდებული იმპლოზია. თუ ექსპლოზია არის გარეთ გამოსროლა ენერგიის აფეთქებისას, იმპლოზია არის შიგნით ჩასვლა. ეს ძალიან რთული გასაკეთებელია, იმიტომ რომ როგორც წესი აფეთქება ცდილობს რომ გარეთ გამოთავისუფლდეს აფეთქების ენერგია. ამიტომ აქ მუშავდებოდა ძალიან დახვეწილი ტექნოლოგია, იმპლოზიის გასახორციელებლად, რომელიც ამ აფეთქების ძალით და შიგნით მიმართული აფეთქების ენერგიით გამოიწვევდა პლუტონიუმის ან ურანის კრიტიკულ მასამდე შეკუმშვას და ეს უკვე გამოიწვევდა ბირთვული აფეთქების პროვოცირებას. ეს ძალიან საინტერესო მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა ისევ ვიმეორებ ძალიან მცირე რაოდენობის რადიოაქტიული მასალისგან მივიღოთ მოქმედი ბირთვული მჭურვი. საბედნიეროდ აქ რადიოაქტიული მასალები არ ინახებოდა, როგორც აღმოჩნდა და ამიტომ მისი განადგურება, თქვათ, რადიოაქტიული დაბინძურების თვალსაზრისით დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს. თუმცა ყველაფერი წინ არის, არაფერი დამთავრებულა და როგორც გითხარით, მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. როგორ დამთავრდება ეს ომი, რა მოხდება რა გველის წინ, მაგრამ იმედია ადამიანები გონს მოეგებიან და ეს კონფლიქტი მეტად თუ ნაკლებად კარგად დამთავრდება, ნახოთ. ხშირად მეკითხებიან, რა მენატრება ყველაზე მეტად აქ, ევროპაში. რა თქმა უნდა, ხალხთან ერთად ჩვენი მიწისურნელი და ის გემოები, რომლებსაც ვერაფრით შეცვლი. სწორედ ამიტომ მინდა გაგიზიაროთ Taste of Georgia-ს პრემიუმ ნაკრები. ეს არ არის უბრალო საჩუქარი. ეს არის ყუთში მოთავსებული საქართველოს ნაწილი. ხსნით ნაკრებს და იქ ხვდებათ მზით გაჯერებული ჩურჩხელა, სურნელოვანი სვანური მარილი,
ცხარე აჯიკა და კავკასიონის ფერდობების ყვავილების თაფლი. და რა თქმა უნდა მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო. განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის სუფრა, რომელზეც ჩვენი საამაყო ანბანია მოკარგული და თბილისური აივნის ხის სუვენირი. ეს ის დეტალებია ნებისმიერ გარემოს ქართულ მუხტს რომ სცენს. ნაკრებში ახლა უკვე ჩვენი ბავშვობის მეგობრებიც არიან. წუნა და წრუწუნა, თოვლის გუნდა, დევი და რა თქმა უნდა ბატიტასიკო. ეს პატარა ფიგურები ნებისმიერ გულს გაათბობს. და რაც მთავარია, სპეციალურად ჩემი მაყურებლებისთვის კომპანიასთან ერთად გადავწყვიტეთ განსაკუთრებული საჩუქარი გაგვეკეთებინა. თუ გამოიყენებთ ჩემს პრომოკოდს, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, სტანდარტული 7%-ის ნაცვლად მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. ეს ფასის მეხუთედია, რაც მართლაც იშვიათი შეთავაზებაა. ნაკრების გაგზავნა უკვე მთელი ევროპის მასშტაბითაა შესაძლებელი. ტარიფებს ხედავთ ეკრანზე და დეტალები ვიდეოს აღწერაშიც იქნება. გაითვალისწინეთ, რომ ნაკრების შემადგენლობა შეგიძლიათ თქვენი გემოვნებითაც შეცვალოთ. ამ ნაკრების შეძენით თქვენ არა მხოლოდ საუკეთესო საჩუქარს შეიძენთ, არამედ ჩემს არხსაც დაუჭერთ მხარს. დარეკეთ ამ ნომერზე, შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი შემადგენლობა და სადაც არ უნდა იყოთ, შეიგრძენით საქართველოს გემო. ახლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ზუსტად 15 წელი შესრულდა იმ დღიდან, როდესაც დედამიწის ღერძი გადაიხარა. 2011 წლის 11 მარტს იაპონიის ჩრდილოეთი ჩერნობილთან ერთად პლანეტის ალბათ ყველაზე დაბინძურებულ ადგილად იქცა რადიოაქტიული ნივთიერებებით. ყველაფერი იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროდან 70 კილომეტრის სიღრმეში დაიწყო ოკეანის ფსკერზე, იქ სადაც სხვადასხვა ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ეჯახებიან, იქ სადაც წყნარი ოკეანის ფილა საკმაოდ სწრაფად წელიწადში 10-11 სანტიმეტრის სისწრაფით მოძრაობს და ეჯახება ჩრდილოეთ ამერიკის ოხოცკის ნაწილის ფილას. ხდება ამ დროს ძალიან საინტერესო რამ და მე ამის შესახებ არაერთხელ მithქვამს, მაგრამ მაინც გავიხსენოთ კლასიკა. ძირითადად ხდება რა? როდესაც ერთი ფილა მეორეს ქვეშ ჩადის. ამას ეწოდება, აი ამ ზონას ეწოდება სუბდუქციის ზონა და ეს არის ალბათ ყველაზე აქტიური ზონები ტექტონიკური თვალსაზრისით, სწორედ აქ ყალიბდება მიწისძვრები, აქ ყალიბდება წყალქვეშა და მიწისზედა და ვულკანები, აქ ყალიბდება მთები და ის აქტიური ზონები, რომლებშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და ერთ-ერთი ასეთი აქტიური ზონა კავკასიაც არის მოგეხსენებათ, რომელსაც ხშირად არყევს ხოლმე. მაგრამ არ შეედრება წყნარ ოკეანეს, სადაც ეგრეთ წოდებული ცეცხლოვანი რკალის ზონა არსებობს. ეს არის დასავლეთ სანაპიროდან ამერიკის გაგრძელებული ალასკა, ალეუტის კუნძულები, კამჩატკა, კურილები, იაპონიის კუნძულები, შემდეგ მოდის ქვემოთ ფილიპინები, ინდონეზია, თავისი ცნობილი გიგანტური ვულკანები და ასე შემდეგ. ეს არის ასეთი ზონა, რომელსაც ცეცხლოვან რკალს უწოდებენ, სწორედ იმიტომ, რომ აქ არა მხოლოდ ვულკანების ამოფრქვევები ხდება ხშირად, არამედ მიწისძვრებიც კოლოსალური სიმძლავრის იცის ხოლმე. რა ხდება 11 მარტს 2011 წლისა? წყნარი ოკეანის ფილა ჩადის ოხოცკის ფილის ქვეშ და ოხოცკის ფილაზე მდებარეობს სწორედ კუნძული ჰონსიუ და რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ეს პროცესი მიდის. მაგრამ ხდება ასეთი რამეც, რომ ეს უბრალოდ ესეთი ცურვა კი არ არის. ზოგჯერ ერთი ფილა ეჭედება და მეორე აწვება და რაღაც მომენტში ხდება გამოთავისუფლება ერთი ფილისა მეორესგან. აი როგორ თქვა, რაღაც ორი რამე რო აწვება ერთმანეთს და ესეთი აცდენა ხდება. აი ასეთი აცდენა მოხდა წყალქვეშ. 2011 წლის 11 მარტს 14 საათსა და 46 წუთზე და 48 წამზე მოხდა ის, რასაც დიდი ხანია ელოდნენ. იაპონიაში 50-60 წლის განმავლობაში ერთი ძლიერი მიწისძვრა აუცილებლად ხდება ხოლმე. ამ დროს გამოთავისუფლდა გიგანტური ენერგია და ჰონსიუს კუნძული თითქმის 3 მეტრით დაიძრა ამერიკის შესახვედრად. იაპონია ფიზიკურად მიუახლოვდა ამერიკას. გამოთავისუფლებული ენერგია გახლდათ კოლოსალური. მსგავსი რამ იაპონიის
ისტორიაში სეისმოლოგების მიერ მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა არ ყოფილა, ეს იყო 9.1 მაგნიტუდა. ეს არის არნახული მიწისძვრა. რას ამბობდნენ თვითმხილველები, ანუ პირველი რყევა გაგრძელდა თითქმის 1 წუთის განმავლობაში და ეს არ იყო თლად სერიოზული, იაპონიას მუდმივად არყევს და ხალხი მიჩვეულია ამას. ეს 1 წუთი გადაიტანეს, გავიდა, დამშვიდდა ყველაფერი, მაგრამ გადის რამდენიმე წუთი და იწყება რყევების ახალი სერია. გაცილებით ძლიერი და არ მთავრდება. წარმოიდგინეთ 6 წუთი დაანიშნეთ უბრალოდ დრო და წარმოიდგინეთ რომ 6 წუთის განმავლობაში თქვენს ქვემოთ ყველაფერი მოძრაობს. და ყოველ წამს მოსალოდნელია რომ ის შენობა რომელშიც თქვენ ხართ უბრალოდ ხუხულასავით დაიშალოს და ქვეშ მოგიყოლოთ. ან თქვა ქუჩაში ხართ და უყურებთ ამ მართლაც ძალიან გენიალურად ნაშენებ სეისმომედეგ შენობებს, მაგრამ ისინი ისე ირყევა რომ ყოველ წამს არის მოსალოდნელი რომ მათ ვერ გაუძლონ ასეთი სიმძლავრის რყევას და თავზე დაგეცენ. ანუ ეს არის ის 6 წუთი რომელმაც ალბათ შეძრა იაპონია. მაგრამ გავიდა ეს 6 წუთი და სხვათა შორის დამავიწყდა მე თქვა ძალიან სწრაფად მოხდა როგორც კი პირველი დარტყმები აღიქვა სეისმოგრაფებმა მომენტალურად მოხდა ჩაროსნული მატარებლების გაჩერება. ანუ პირველი რეაქცია რაც გაკეთდა ეს იყო, იმიტომ რომ მათ ელოდებათ ყველაზე მეტი საფრთხე, მოხდა მათგან ხალხის ევაკუაცია და უკვე ამის შემდეგ ხდება ის 6 წუთიანი საშინელება. მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება მზადდება ოკეანის ქვეშ, იქ სადაც ერთი ფილა მეორეს ასცდა. წამის მიათასედებში მოხდა გიგანტური ენერგიის გამოთავისუფლება და რაც მთავარია, აი ამაცდენის მომენტში ამოიწია ოხოცკის ფილა ზემოთ დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლეზე. ამ ამოწევამ ქვემოდან ძლავრად დაარტყა ოკეანის წყალს და წარმოიქმნა ცუნამი, რომელიც ღია ზღვაში არაფერს არ წარმოადგენს. ეს არის დაახლოებით გემი ვერც კი იგრძნობს, ეს დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის ტალღაა. მაგრამ მას აქვს კოლოსალური სიჩქარე. იგი 800 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს საათში, ეს წყლისთვის არის წარმოუდგენელი სიჩქარე. სწორედ ამ აცდენის შედეგად, როდესაც ტექტონიკური ფილა ამოიზიდა, მან წყნარი ოკეანის მილიარდობით ტონა წყალი ზემოთ აისროლა. წარმოიდგინეთ 7-დან 10 მეტრამდე. სიმაღლის 100 კილომეტრზე ასეთ გაგრძობითი წყლის სვეტი, რომელიც წამებში იწევა, იღებს ძალიან დიდ კინეტიკურ ენერგიას და იწყებს უხილავ რბოლას. რატომ უხილავს? იმიტომ რომ თუ თქვენ გემით ამ ცუნამის წარმოქმნის ადგილას ხართ, ან თუნდაც მოშორებით მისგან, თქვენ ხედავთ ოდნავ აწევას ოკეანისას, რომ დაახლოებით 1 მეტრით. ეს ტალღა უახლოვდება ხმელეთს. ხმელეთი მოგეხსენებათ ესეთი დამრეცი ფერდობია და როდესაც ტალღა მოდის ასეთი კოლოსალური სისწრაფით, იგი იწყებს დამუხრუჭებას. მაგრამ უკნიდან მას კვლავ წყალი აწვება, ხო, 800 კილომეტრის სიჩქარით. მე აქ დავაგდე 100 კილომეტრის სიჩქარე და უკნიდან დამეწია და დამარტყა 800 კილომეტრიანმა სიჩქარის მქონე ტალღამ. იმას მესამე, მეოთხე, მეხუთემ და ეს ყველაფერი ჯამში იწვევს გიგანტური წყლის სვეტის და ტალღების წარმოქმნას. დარტყმამდე რამდენიმე წუთით ადრე და ეს ძალიან კარგად იციან ისეთ ადგილებში მაცხოვრებლებმა, სადაც ცუნამი ხშირია ხოლმე, ხდება ოკეანის მიერ თითქოს ჩასუნთქვა, ასე ეძახიან, როდესაც ოკეანე იწევს უკან. და ნაპირი შიშულდება, ეგეთ თევზები, კიბორჩხალები, მოლუსკები რაღაცეები ჩნდება და ზოგჯერ გაუცნობიერებელი ადამიანი და ასეთი რამ მოხდა სწორედ 2004 წელს, როდესაც უამრავი ხალხი დაიღუპა. ხალხი შევიდა თევზების და მოლუსკების შესაგროვებლად და ამ დროს მოვიდა აი ეს გიგანტური ტალღა, ანუ შეიწოვს თითქოს ოკეანე წყალს და შემდეგ უკვე გაათმაგებული ძალით ურტყამს უკან. ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგური 6 ენერგობლოკისგან შედგება. 4 ადრე იყო აშენებული, 2 შემდეგ დაამატეს და მას აქვს 12 მეტრის სიმაღლის კედელი, რომელსაც უნდა დაეცვა იგი ცუნამისგან, მაგრამ ცუნამი აღმოჩნდა 22 მეტრის სიმაღლის.
მან ადვილად გადალახა დამცავი ჯებირი და შეიჭრა ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. პირველი რაც მან გააკეთა, ეს იყო ქვედა სართულების დატბორვა. სამწუხაროდ ფუკუსიმას ელექტროსადგური ისეთნაირად იყო დაპროექტებული, რომ სამარკაფო ეს ელექტროგენერატორები იყო დამონტაჟებული ქვედა სართულზე. და როგორც კი შევიდა წყალი ქვედა სართულებზე, ეს გენერატორები წყლით დაიფარა, რა თქმა უნდა, გაჩერდა და ეს იყო კატასტროფა. კატასტროფა, იმიტომ რომ ჯერ ერთი თვითონ ოპერატორები ვეღარ ხედავენ რა ხდება. აი მთელი ეს პულტები ჩაქრა. საიდანაც ხდება მონიტორინგი იმისა, თუ რა ხდება რეაქტორებში და საიდანაც ხდება შემდეგ თქვა რეაქტორის გადართვა, ან რაღაც ავარიულ რეჟიმში გადაყვანა, ან დაძინება და ასე შემდეგ. სხვადასხვა 14 საათსა და 46 წუთზე ეს აუცილებლად აღსანიშნავია. ჯერ კიდევ ცუნამი არ არის მოსული, როდესაც სადგურმა მიიღო შეტყობინება შესაძლო ცუნამის მოსვლის შესახებ, მათ დაიწყეს ეგრეთ წოდებული დაძინება სადგურის, ანუ ჩაუშვეს საკონტროლო ღეროები, ვისაც გაქვთ ჩემი აი ეს ვიდეო ნანახი, თუ არ გაქვთ ნანახი აუცილებლად ნახეთ, იქ გაიხსენებთ თქვენ, რომ იქ არის ესეთი სპეციალური საკონტროლო ღეროები, რომლის საშუალებითაც ხდება ჯაჭვური რეაქციის მართვა. და ეს ჯაჭვური რეაქცია შეაჩერეს, გადაიყვანეს სადგური მძინავ მდგომარეობაში, მაგრამ აქ უბედურება ის არის, რომ ის დარჩენილი თბური ენერგია კვლავაც მოითხოვს გაგრილებას. ეს ის არ არის, რომ მე ახლა რაღაც აქ ფანარი მაგ და გამოვრთე. და ჩაქრა ეს ფარანი და ტემპერატურამაც ამ ნატურაში დაიკლო. ასე არ არის. ურთულესი პროცესია, რომელსაც მუდმივი გაგრილება სჭირდება. გაგრილება ხდება წყლით. ძალიან მარტივად. და წყალი არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც შემდეგ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ანუ წარმოიდგინეთ, ეს არის ესეთი კომპლექსი, რომელშიც ხდება ჯაჭვური რეაქცია, მასში შედის წყალი. ეს წყალი გადაიქცევა ორთქლად, პარალელურად აგრილებს აი ამ კონტურს, შემდეგ გამოდის ორთქლი, ჩადის ტურბინებში, ტურბინები ამოძრავებენ ელექტროგენერატორებს, ელექტროგენერატორი გამოიმუშავებს ენერგიას, წყალი გრილდება, გადაიქცევა კვლავ ორთქლი უბრალოდ გრილდება, ხდება მისი კონდენსირება, გადაიქცევა წყლად, ეს წყალი კვლავ შედის ზედა კონტურში, კვლავ ცხელდება და აი ესეთი წრე არის. თუ ეს წრე ჩვენ გავაჩერეთ, მოხდება რა? გაგრილება აღარ მოხდება აი ამ ბირთვული საწვავის და იგი ზედმეტად გადახურდება, ზედმეტად გადაახურებს თვითონ იმ გარს, რომელშიც არის იგი მონთავსებული და უკვე აქ საშიშროება იქნება ძალიან რთული პროცესების. რადგან წყლის დონემ რეაქტორებში დაიკლო, გადაცხელებული საწვავის ღეროები, რომელსაც ცირკონიუმის გარსი აქვთ, შიშულდება. პარაცირკონულ საწობებად გარდაიქმნება და 1000 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე მყოფი წყლის ორთქლი იწყებს დაშლას. დაშლას რაც ჟანგბადად და წყალბადად. წყალბადის გამოყოფა ხდება დიდი რაოდენობით და მოიხსენებათ იქ პატარა ბიძგია საჭირო რომ წყალბადი აფეთქდეს. ადმინისტრაცია ათეულობით სახანძრო მანქანას გამოიძახებს, რომლებიც წყლის საშუალებით ცდილობდათ გააგრილონ წესით და რიგით ეს აქტიური ზონები, მაგრამ ცუნამის ისეთი უბედურება აქვს ამ ტერიტორიაზე მოხდენილი, რომ მანქანები ვერ უახლოვდებიან აქტიურ ზონას. 12 მარტია და პირველ რეაქტორში წყალბადის დონე აღწევს კრიტიკულ მასას და შენობა ფეთქდება. 13 მარტს ფეთქდება მესამე კონტური და ეს აფეთქება საკმაოდ ძლიერია, გაცილებით ძლიერი ვიდრე პირველი რეაქტორის. შემდეგ უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ფეთქდება მეორე რეაქტორი და ეს არც ერთი არ არის ბირთვული აფეთქება, ეს არის წყალბადის აფეთქება, მაგრამ იგი იწვევს ძალიან დიდ დაზიანებებს და რადიოაქტიული ნივთიერებების გამოტყორცნას ჰაერში და რაც თავარია წყალში. უпростоრად წყალში უკვე მეოთხე რეაქტორის აფეთქების შემდეგ ხდება გაჟონვა რადიოაქტიული ნივთიერებებისა. ეს მეოთხე ბლოკი ინგრევა, იწყება ხანძარი, ცეცხლის კერას მეხანძრები ვერ ეკარებიან და აქ არის კატასტროფული მომაკვდინებელი გამოსხივება. რადიაციული ფონი მატულობს და იგი სხვადასხვა ტოკიომდეც კი აღწევს.
მსგავსი კოშმარი ვერავის წარმოედგინა 4 დღეში 4 ენერგობლოკი განადგურდა. მსგავსი რამ ჩერნობილშიც არ მომხდარა, მოგეხსენებათ, იქ მხოლოდ 1/4 ბლოკი დაზიანდა რა აფეთქდა. 20 კილომეტრიან ზონას აცხადებენ მკვდარ ზონად, თითქმის 150-ზე მეტი ადამიანი გაყავთ ამ ზონიდან და ისინი სამუდამოდ ტოვებენ თავიანთ მიწაწყალს. დღეს 15 წლის გასვლის შემდეგ ფუკუსიმა კვლავ რჩება, რა თქმა უნდა, იაპონიის სხეულზე და ზოგადად პლანეტის სხეულზე ესეთ იარად, რომელიც მუდმივად გვახსენებს თავს. იაპონიის პოლიციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით მსხვერპლის რაოდენობა ასეთია, ზოგადად მიწისძვრისგან და შემდეგ ცუნამისგან. დაღუპული არის თითქმის 16,000 ადამიანი, უგზო-უკლოდ დაკარგული არის 3,000-მდე, მათი უმეტესობა, რა თქმა უნდა, ცუნამიმ წაიღო ოკეანეში. დაშავებულია 6,000 ადამიანი და არაპირდაპირი მსხვერპლიც არსებობს, ეს არის თითქმის 4,000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც უკვე ჯანმრთელობის გაუარესების, სტრესის და ევაკუაციის მძიმე პირობების გამო გარდაიცვალნენ. გრევის მასშტაბებიც საკმაოდ შოკის მომგვრელი იყო, სრულად დაინგრა დაახლოებით 121,000 შენობა, ეს იყო ძირითადად ძველი შენობები, ნაწილობრივ დაინგრა 280,000 შენობა, წარმოგიდგენიათ. დაზიანდა მეტნაკლებად 700,000-ზე მეტი ნაგებობა და დაინგრა ან დაზიანდა 4,000-ზე მეტი გზა, 126 ხიდი და 26 სარკინიგზო ხაზი. აქ მე მინდა ერთი საინტერესო ფაქტები მოგიყვეთ იაპონელების კიზუნადან. კიზუნა გახლავთ იაპონური სიტყვა, რომელიც აღნიშნავს, ალბათ ქართულად უფრო თანადგომის აღნიშნულია, თუმცა მას როგორც ყველა იაპონურ სიტყვას ბევრი მნიშვნელობა აქვს და უფრო სიღრმისეულია. აი ამ კიზუნას შესახებ მე მომიყვა ჩემი მეგობარი ზაზა კიკვიძე, გამოჩენილი ქართველი ბიოლოგი, ბოტანიკოსი, რომელიც იმ პერიოდში და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იაპონიაში ცხოვრობდა, მე მას ვესაუბრე ამ ყველაფრის შემდეგ და მან მითხრა, რომ მე ამდენი წელი იაპონიაში ცხოვრობდა, არ მცნობია ეს ხალხიო. ანუ დანგრეული ქალაქი, რომელშიც იგი ცხოვრობდა, ქუჩაში ეყარა ბანკომატები და არავინ არ ეკარებოდა. იაპონელები საათობით იდგნენ წყლის საყიდლად რიგში და ყიდულობდნენ ერთ ბოთლ წყალს, ან იმდენ ზუსტად რამდენიც იმ მომენტში მათ სჭირდებოდათ. არ იყო ეს აჟიოტაჟი, რომ ერთმანეთზე თავზე გადასვლა და 20 ბოთლის წაღება და 15 5 ტუალეტის ქაღალდის გატანა, მიქონდათ ზუსტად იმდენი, რამდენიც საჭირო იყო. ფულსო იაპონელები ტოვებენო საზოგადოებრივ ტუალეტებშია. რატომ? იმიტომ რომ პირდაპირ მიცე შენ დაზარალებულს, მას შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო ამით. იქ მას შეუძლია ყველას თვალისგან მოშორებით აიღოს იმდენი, რამდენიც საჭირო. ეს ფულია ესე იდო და იღებდა ხალხი იმდენს, რამდენიც მას სჭირდებოდა. ანუ ჯიბეებში არ იტენიდან და არც ჩანთებს ავსებდა. ეს იყო საოცრება, მე ამდენი ხანი ისე მეორე ცხოვრობდი აქო და არ მეგონა თუ ეს ხალხი ამდენად სხვა პლანეტიდან იყვნენო. მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს, არის ასეთი ცნება იაპონური კოდოკუში, რომელიც მარტოობით სიკვდილს ნიშნავს. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით მოხუცები, რომლებიც მოწყვიტეს თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს, აი სწორედ ამ კოდოკუშით გარდაიცვალა და ჰიბაკუში. ეს არის ძალიან საინტერესო რამ და სიტყვა-სიტყვის ნიშნავს აფეთქებით დაზარალებულ ადამიანს. ეს ტერმინი იაპონიის ისტორიაში პირველად გამოჩნდა 1945 წელს, როდესაც ჰიროშიმასა და ნაგასაკიზე ამერიკელებმა ბირთვული იარაღი გამოსცადეს, შეიძლება ითქვას. ჰიბაკუშის სტატუსის მისაღებად ადამიანს უნდა დაეკმაყოფილებინა შემდეგი პირობები, ანუ უნდა ყოფილიყო ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით და შევიდა იგი დაზარალებულ და დაბომბილ ქალაქებში 2 კვირის განმავლობაში და დაექვემდებარა რადიოაქტიულ ნალექს, ანუ შავ წვიმას. და კიდევ ჰიბაკუშებად ითვლებოდნენ ადამიანები, რომლებიც ჯერ არ გაჩენილან, მაგრამ მათი მშობლები აი ამ ზონაში იყვნენ. ჰიბაკუში სტიგმა და ტრავმადაც იქცა, იმიტომ რომ ამ აფეთქების შემდეგ მათ თითქოს რაღაც
გარდა იმისა, რომ თქვა ლეიკემია და სხვადასხვა სიმსივნური დაავადებები აწუხებდათ, შეხვდნენ სოციალურ დისკრიმინაციას. რაც იაპონელებისთვის ზოგადად მიუღებელი რამ არის, მაგრამ მოხდა ასეთი რამ. მაგალითად ქორწინება. ბევრს არ სურდა ჰიბაკუშიზე ან დაქორწინება, ან გათხოვება, იმიტომ რომ მათი შთამომავლობა შესაძლოა ყოფილიყო დაავადებული. დამსაქმებლები მაგალითად დიდი ხალისით არ იღებდნენ ჰიბაკუშებს სამსახურში, იმიტომ რომ ისინი ხშირად ავადმყოფობდნენ. 10 წლეულების განმავლობაში ბევრი ადამიანი მალავდა ამ სტატუსს. რათა აი ამ დისკრიმინაციის ქვეშ არ მოყოლილიყო. და რა თქმა უნდა, ეხლა ფუკუსიმას აფეთქების შემდეგ ასე ოფიციალურად ამ ხალხისთვის ჰიბაკუშები არ დაურქმევიათ, მაგრამ ზურგს უკან მათ მაინც ასე ეძახდნენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოყვა ამ ტრაგედიაში და მიიღო საკმაოდ ძლიერი დასხივება. მაგალითად ამბობენ, რომ ფუკუსიმადან ევაკუირებული ბავშვები ბულინგის მსხვერპლი ხდებოდნენ ხშირად სკოლებში, იქ სადაც ისინი გადაასახლეს. თუმცა ეს მალევე აილაგმა. ჩვენი ცივილიზაცია ენერგიაზე დგას. სპარსეთის ყურის ქვიშებში ჩვენ მივაგენით მილიონობით წლის წინანდელ მზის ენერგიას, რომელმაც უდაბნოები ოქროს ქალაქებად აქცია. იაპონიაში შევეცადეთ თავად ატომის გულიდან ამოგვეღო ძალა და ამ ძალას საზღვარი არ აქვს. მაგრამ 2011 წლის 11 მარტმა და დღევანდელმა ჰორმუზის კრიზისმა ერთი და იგივე გაკვეთილი მოგცა. რაც უფრო მეტ ძალაუფლებას ვიხვეჭთ ბუნებაზე, მით უფრო მოწყვლადები ხვდებით მის წინაშე. გეოლოგია არ ცნობს საზღვრებს და პოლიტიკას. ის მოქმედებს მილიონობით წლის განმავლობაში დაგროვილი ძალებით. საბოლოოდ ჩვენი გადარჩენის ფორმულა არა მხოლოდ ტექნოლოგიებში, არამედ იმ კავშირებშია, რომლებსაც ერთმანეთთან ვამყარებთ კატასტროფების დროს. იმიტომ რომ, როდესაც დედამიწა იძვრის, ჩვენ აღარ ვართ ნავთობმომპოვებლები ან ფიზიკოსები. ჩვენ ადამიანები ვართ, ჰომო საპიენსები, რომლებიც ვცდილობთ ჩვენი საერთო სახლი დავიცვათ. დღეს სულ ეს იყო. მე დაგიბრუნდებით მალე, ძალიან საინტერესო თემით, ამიტომ შორს არ წახვიდეთ, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ იგი, დაწერეთ კომენტარები, მოიწონეთ თუ მოგეწონათ ეს ვიდეო. მე კი მინდა გისურვოთ მშვიდი, წყნარი, გაზაფხულის თბილი დღეებით გაჯერებული კვირა. ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე.